რატომ არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაცია? თქვენს ვებგვერდზე არ იძებნება არც ერთი თანამდებობის პირის უკვე რამდენიმე თვეა თანამდებობის პირთა დეკლარაციები ინტერნეტ სივრცეში აღარ იძებნება. ანტიკორუფციული სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე ხელმიუწვდომელია როგორც ძველი, ისე ახალი დეკლარაციები. თანამდებობის პირები დეკლარაციას წელიწადში ერთხელ ავსებენ. დოკუმენტში შეაქვთ ინფორმაცია თავიანთი და ოჯახის წევრების ქონებების, ბიზნესების, შემოსავლებისა და გასავალის შესახებ. დეკლარაციები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად ივსება და ის საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. თუმცა არჩევნების შემდეგ მალევე დეკლარაციები ინტერნეტ სივრციდან გაქრა. როცა სამუშაოები დასრულდება. როდის იქნება ეს დაახლოებით არ გააქვთ? არ გაქვთ დაახლოებით ინფორმაცია. პროგნოზი გვაქვს დაახლოებით, ნახოთ. აი გითხარით დაახლოებითი როდის არ გვინდა ეს კორპორატიული საკითხია, შესაბამისად მუშაობთ ამ საკითხზე, როცა გამოსწორდება ხარვეზი გამოსწორდება. ქონებრივი დეკლარაცია არის ერთ-ერთი გამოცდილი მეთოდი და მექანიზმი კორუფციის პრევენციის. დემოკრატიულ ქვეყნებში არის საჯარო, იმიტომ რომ ეს ქვეყნები აძლევენ საშუალებას საზოგადოებასაც, რომ შეამოწმოს თანამდებობის პირები. ხო და ეს ერთგვარი პასუხისმგებლობის განაწილებაც არის და ასევე საშუალება საზოგადოებრივი კონტროლის ამ ადამიანებს. ხოლო უფრო ავტორიტარულ ქვეყნებში ეს სისტემები დახურულია. ზუსტად იმიტომ, რომ საზოგადოებამ ვერ შეძლოს მათი მაღალჩინოსნების კონტროლი. მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე დეკლარაციების მოძიება ვერ შევძელით, ჩვენ უწყებისგან წერილობით გამოვითხოვეთ 2024 წლის ოქტომბრიდან დეკემბერში საჯაროდ გამოსაქვეყნებელი დეკლარაციები. ანტიკორუფციული ბიუროდან გვიპასუხეს, რომ დეკლარაციები საჯაროდ გამოქვეყნებულია და წერილობით არ მოგვაწოდეს. დეკლარაციები უნდა მოეწერათ? რადგან არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და ხარვეზი აქვს თქვენ ვებგვერდს, არ უნდა გამიგეცნოთ საჯარო ხელმისაწვდომი დეკლარაციები არის. რაც შეეხება ვებგვერდზე მის განთავსებას, აქვს ვებგვერდს ტექნიკური ხარვეზი, რაზედაც მუშაობს სამუშაო ჯგუფი, გამოსწორდება და დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს, რაც და სანამ დაუბრუნდება, საჯარო ინფორმაციის სახით არ უნდა მომაწოდოთ? და კიდე არ კმაყოფილდებით მაინც რაღაცაზე მეტი. სტუდია მონიტორი წლებია სწავლობს თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს და მათში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ არაერთი ჟურნალისტური გამოძიება მოვამზადეთ. სწორედ დეკლარაციების შესწავლით აღმოვაჩინეთ, როგორ მალავდა მოსამართლე ლევან მურუსიძე მასთან მუდმივად მცხოვრებ ოჯახის წევრს და მის სახელზე რეგისტრირებულ ასეულობით 1000 ლარის ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას. როგორ დამალა დეკლარაციაში ქართული ოცნების დეპუტატმა ანტონო ბოლაშვილმა დუბაიში 2 აპარტამენტისა და პარიზში საპარკინგე ადგილის შესახებ ინფორმაცია. დეკლარაციის მიხედვით თბილისის უსახლკარო ვიცემერი ირაკლი ხმალაძე როგორ ცხოვრობს კრწანისი ვილა რეზიდენსის მდიდრულ აპარტამენტში. როგორ მალავენ მაღალჩინოსნები თავიანთი და ოჯახის წევრების სამოგზაურო ხარჯებს. ამ გამოვლენილ ფაქტებზე ანტიკორუფციულ ბიუროს შესაბამისი ზომები არ გაუტარებია.